ნიუ-იორკის ახალარჩეული მერის მიერ დანიშნული კანდიდატი კეთრინ დე კოსტა გადადგა ზუსტად ერთ დღეში ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ რომ მას ამოუქეკეს სოციალურ ქსელში დაახლოებით 2012, 2013, 2014 წლებში გამოქვეყნებული პოსტები, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, რომელიც შეიცავდა საკმაოდ ანტისემიტურ განწყობებს, ანუ ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო პოსტები ჰქონდა გამოქვეყნებული 10, 12, 13 წლის წინ, თქვენ გადათვალეთ და მაშინო გადადგა. და რა თქმა უნდა მომდენიმეც განაცხადა რომ არ იცოდა რომ ასეთი რაღაცები ქონდა დაწერილი მე თვითონ ამ ხალხმაც ბოდიში მოიხადა მე მგონი მე ეს ხალი ბოლოს ებრაელს გაყვა მაგ პოსტების მერე და თავი მაგითაც იმართლა რომ ძალიან წუხარო ჩემ პოსტების გამო მაგრამ აქ შეიძლება ორი კითხვა რა ერთი მხრივ ხა ზოგადად მე იმის მომხრე არ ვარ რომ ადამიანს ხა 10 წლის წინდელი დაწერილი პოსტები ამოუქიქოთ და იმის მიხედვით განსაზღვროთ იმ ადამიანის პიროვნება და მე რას იზავს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რაღაცა მაღალი სტანდარტია ხო რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტია რომ ადამიანს იმის გამო ათავისუფლება ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობიდან თან არ დაგავიწყოთ რომ ეს იყო თვითონ მამდენის მიერ რომელიც საკმაოდ რომელიც უდიდესი რეიტინგით გაიმარჯვა და მოიგო ნიუ-იორკის მერობის კანდიდატურა თვითონ მანამდეც არამ განმოესხო და მერეც როგორ დამაჯერებლად გაიმარჯვა ეს მერობის არჩევნები და ანუ მის მიერ არჩეული კანდიდატის კი ერთ დღეში მოახსნებინეს თან თვითონ მოხსნა კანდიდატურა რა მნიშვნელობს მე მგონი რაღაცა საინტერესო სტანდარტია ხო? კაი იქნებოდა რაღაცებს ჩვენც რო გადმოგვიღო